აწერია, არის ჩხუბი. დედიკო, დედი აწერია, ნახე დანიელა აწერია. მეორე არის შენ. არის ჩხუბი ეხლა. ნახე შენის ევე მოიცა და ევე დედიკო. მიდი და აუხსენი დედიკო, რომ შენს ეს არის შენ. ჩვენა სადა წერია ეველინა დედა? დაგხული არის. რომ ვიყურს ჩვენ ქაულის. მიდი აბა გახსენით. დანიკო გახსენი შენი. თვითონ გახსნის დედა, აცადე, თვითონ გახსნის. აბა გახსენი, მიდი. რა არის დე? ლეგო პლეიმობილი. ლეგო არის დედა? ხო, ლეგო პლეიმობილია. დედა პლეიმობილი სხვა არის, ლეგო სხვა არის, ანუ ერთი ერთია, მეორე მეორეა. ეხა შენ რა გაქვს? რა გაქვს? ლეგო. ლეგო გაქვს? გაგიხარდა? ლეგო გინდოდა? სენდვიჩი არის. სენდვიჩია თუ ბურგერია, არ ვიცი, ვერ დავინახე აქედან. აქედან ვერ დავინახე. აბა დანიმ გახსნას ეხა მისი საჩუქარი. დახიე დანიკო, დახიე, ნახე რა. ლეგოა. მართლა? ხო. დანისაც ლეგოა, გარგადამრიო. დანი რა გაგდე? დანიკო. დანი რა არის? და ფრთხილად გახსენი რომ ყუთი არ გაიხეს, მერე რო ჩადო, ევეკო. ფრთხილად დედიკო ისე გავხსნათ, მოდი მომიტანე მე და მე გავხსნი. ყოჩახ. ვაუ! დანი გახსენი შენი ყუთით. გინდა მოგეხმაროს ეველინა? ვაუ, რამდენი რამეა. შეგიძლია დედი? დედიკო გაგიხსნას. დედიკო გაგიხსნას. შენ გავხსენი, მოდი დედი გაგიხსნა. ეს უნდა გავხიოთ, რაც აქვს ზემოდან ქაღალდი. ნელა ფრთხილად ფეხი არ დააბიჯოდე. წინ იყურე დედიკო? ვაუ. ევეკო ყუთი გამოწეს ეხარულ. არ დააბიჯო ყუთს ფეხი დედი. ოჩახ. აბა ვნახოთ როგორი. ვაიმე რა მაგარია დე. მე ბაია ვიყავი. შენ იყავი ბაია? მოცუცქრული. მართლა? ჩამახედებ ყუთში როგორი საჩუქარი გაქვს? აბა მაჩვენე. ვაიმე რამდენი რამეა ნახე. ვაუ! მანქანა! ნახე რა მაგარია. გილოცავთ ახალ წელს გოგუებო. Happy New Year! ვიყავს მე თოლის ბაბ. კიდევ ვინ გიყვარს? დაჭის შენ მამი კამალი. მალი შენ არ მოგიტანა საჩუქარი თოვლის ბაბუ.
ეგ დედიკო წიგნი რომ მოყვა, ნახოთ რა როგორ არის და მე ავაწყოთ, ოკეი? აბელა. შენ სათამაშოსაც მოყვა? Δεύτερος το τρίτο. ხო, თანმიმდევრობით უნდა ვნახოთ, რომ ავაწყოთ. ამიტომ უნდა ეცადო, რომ არ დაკარგო ნაწილები, თორემ ვერ შევძლებთ აწყობას. ოკეი? ამისი თავისი და. მაგი აღარ ვიცი უკვე სად რა. კმაყოფილი ხართ? ის. გაგიხსნა დედიკო. მოკლედ, ბედნიერი ახალი 2025 წელი ყველას. ხო? გოგონასი არის? ყოჩა. დიდი დავით არაბის და აურზაურის შემდეგ გადმოვინაცვლეთ სამზარეულოში და მივერთმევთ საუზმეს. ხო? ხა. ჩერაშჭა. ხა, ავოკადო, ყველი და მასაკ. მაგას ქვია ქართულად ძერხვი. ზერხვი. ძერხვი არა, დედა ძერხვი. ჩაია? დედიკო ჩაის დალევს, გოგოები კაკაოს რძით, რაიმე სენდვიჩს გავიკეთებ, პლუს ამას რა თქმა უნდა ჩვენი როსაკეთებ, გოგო? რატო დაეჭყან ეველინას? დანიელა. მაიმუნობას აგრძელებ ისევე? რა თქმა უნდა ჩვენი ტახინი ახალი ტახინი. ხო და ესეც ფისტიკის პასტა. ამას რომ ავჭები მე ფისტიკის წავშვებ. მე ტახინის წავშვებ. კიდე? დედა მაისი ხარდი? ფისტიკი გემრიელი. ძალიან გემრიელია მართლა დედა ის. შენაშვები. ბლინები ჩავჭამე. ბლინები რო გავაკეთეთ და ფისტიკის ის პასტა წაუსვით, ხო? დანიელა, რას აკეთებ? გამოშიგნე? ხა, მასე არ შეიძლება, დედიკო, მაგი რა საუზმის ჭამა გამოდის, დანი? ახალ წელს გილოცავთ ყველას, ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის, ბარაქის, ჯანის, სიმრთელის, ყოველივე საუკეთესო მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის ეს წელი. ყველა თქვენი სურვილი, ოცნება აგხდენოდეთ ამ ახალ 2025 წელს და რა ვიცი. სიხარულით, ჟიამულით, ღიმილით და შევხვდეთ ამ ახალ წელს, ესე რომ გაგრძელდეს მთელი წელი და დარწმუნებული ვარ წინა წელზე ბევრად უკეთესი წელი გველოდება და ახალი წელი კი არის, მაგრამ სახლის საქმეები არავის არ გადაუდევს გვერდზე. მოკლედ, საწოლები გვაქვს გასასწორებელი, ვისაუზმეთ გემრიელად. ხო და სამზარეულოც მისალაგებელი. წუხელ მოკლედ მე და ზურამ წყნარად დავჯექით, შამპანიური მივირთვით, ყველის ასორტი გქონდა, ძეხვეულის ასორტი გქონდა, არაფერი განსაკუთრებული არც გოჭი დაგვეკლია, არც ქათამი დაგვეკლია, არც ბაჟესაცივი გაგვეკეთებია. გქონდა რა თქმა უნდა დაჯიბებას გამოგზავნილი ტკბილეული, ხილი და ესე ერთი ჭიქა ბოკალით შევხვდით ახალ წელს მე და ზურა. და სავარაუდოდ ზურარი პახმელიაზე და ჯერ არ ამდგა. გოგოებმა მიიღეს ამდილით საჩუქრები, როგორც ნახეთ, სხვა შორშობაზეც მიიღეს საჩუქრები, უბრალოდ არ გადაგვეღია ვიდეო. მაშინ ეველინა რა ცოტა ისე იყო, ხალისი არ მქონდა ერთ სიტყვით ვიდეოს გადაღების და ეხლა დაჟნებული მოთხოვნით ქონდათ ამოკვიატებული ორივეს ლეგო ან პლეიმობილი და არჩევანი შევაჩერეთ ლეგოზე მე და ზურა. და ამიტომ უყიდეთ ლეგო. ასე რომ დავიწყეთ ახლა სახლის საქმეები. როგორ ჭუკჭუკებენ ერთმანეთში. ხო და ესე. დაიწყო. ახალი 2025 წლის ახალი დღეების ათვლა მოკლედ. დადის და ღიღინებს.
ერთი კავა გამოჩემებული, რომელსაც იცმევს სხვა ტანსაცმელზე ზემოდან და მთელი დღე შეუძლია იაროს ისე თუ მოვახერხე და გადავიღე, გაჩვენებთ როგორ გამოიყურება იმ კავაში, რადგან დანიელა და კამერა ცოტა შორს არიან ერთმანეთისგან, ხასიათზე უნდა იყოს, რომ მოგცეს გადაღების უფლება. ეველინა პირიქით სულ თანახმა არის, რომ გადაიღოს ფოტოები თუ ვიდეოები. ტარანტამ. ისეთი ამინდი გვაქვს. საერთოდ ვერ იტყვი, რომ ახალი წელია. ძალიან მაგარი ამინდი გვაქვს. ხო და ეხლა ვფიქრობთ ევეკოსთან ერთად დავაწყოთ ლეგო. და იმედია დალი გვაცლის და არ იქნება წივილ-კივილი. ხო და მე არ ვიცი. უკვე დაიწყეს. ძალიან სასიამოვნო პროცესი გველოდება წინ. გამოვედი ახლა ნაგავი გადავყარე და გული რომ შეგიწუხდეს კაცებია პატარა. კაცი შვილის ჭაჭანება არა. საერთოდ. ავაწყვეთ. ევეკოს ლეგო გაჩვენებს, არა? ფეხები აღარ მივარგებდა. ხან დაჩოქილი ვიყავი, ხან დაწოლილი ვიყავი ატაკზე. ხან წამოწოლილი ვიყავი. ძალიან ბევრი წვრილი დეტალი ქონდა და განსაყვარლობა გამოვიდა. მარტო მე არ ვაწყობდი, რა თქმა უნდა, მე და ევეკო. თავიდან ეგონა, რომ ამ ნაწილებით რაც უნდოდა ის შეეძლო რო აეწყო და მე რო ვაჩვენე წიგნი და რო აუხსენ რომ მეთქი ამ წიგნის და მიხედვით უნდა ავაწყოთ. მითითებული გვაქვს ნაბიჯ ყველაფერს თქო. მერე ამყვა ფერხულში. უფ, კარგია, ხარზე გამოსეილება. ნაგავი გადავყარე და თან ერთ წრეს მოვარტყა მაქვე ჩვენს უბანში. კარგია, გარეთ ხო იცი? აქეთ ცენტრალურზე კიდე მოძრაობს ხალხი და მანქანა. მაგას უყურე, მაგას რომ აიუნო. დედიკოს ეხმარები სალათის გაკეთებაში? გაგა, თან ჯამ ხო? გიყვარს შემჟავე კიტრი? კი, საერთოდ არ ამჟავე ხო? ნელა, დედა, ნელა. არიჩქარო, არსად არ გვეჩქარება დე? გვაქვს კიდე, არ ინერვიულო. 4 დაჩა. კიდე გვაქვს, შენ არ ინერვიულო მაგას. ძალიან დიდ ნაჭრებადაც არ დაჭრა დე. ოკეი? ოკეი. ფარში გავაკეთე ხორციანი ბრინებისთვის. ესეც ცომი, მაგრამ იმდენი არის მე მგონი დღეს მთელი საღამო მომიწევს აქ დგომა და ცხობა, ამის ესეც ჩვენი ვინეგრეტი ეველიკუნამ რომ დამიჭრა, კიტრით გამოვიდა ძალიან გემრიელი, ერთადერთი ცოტა კარტოფილი მოხარშეს დედმეტად. მაგრამ არა უშავს, თავია გემრიელია, მართლა ძალიან გემრიელია. ხო და მოკლედ ეს გაგრილდება, ამას დავაცხობ და მე გადავახვევ რა. ითამაშეს იმაიმუნეს ერთი ჭამაჭამეს და უკვე მოსაღამოვდა და გადავწყვიტე მოვუმზადო შრუის ფაფა მოცვით, რაზეც გიჟდებიან და დანიელას სახე ვერ გადავიღე, რო უთხარი, რომ ფაფა გაგიკეთე მოცვით და მოიცა შეგრილდება თქო, იცი გაუხარდა და მოკლედ აი ესე საკმაოდ მადის აღბძრელად გამოიყურება ეს ჩვენი მოცვიანი შრუის ფაფა მოკლედ. რა არის? რა არისო დედა? ტაქსი. ვერ გავიგე. მანქანა არის? ზადგინდა. ზადგინდა დანი. ვიდა? აკე. იდივარ. ევე, ბენზინზე ხარ, დიზელზე თუ გაზზე, დედა?
ფრთხილად. მოდი სხვა რამე ვითამბე. დედა თუ ის ახარ ელექტრომანქანა ხარ. ელექტრომანქანა. ოკეი. დანი დანაიჟე არომაკა. ესეც ევეკოს ლეგოს სათამაშო, რომელიც ავაწყვეთ მე და ევეკომ. თავისი სენდვიჩებით და ამბებით დაატრიალა ისე. დადამ! და თურმე ყოფილა 346 ნაწილისგან შედგება თურმე. ანუ რო ავაწყვეთ. საკეთებს. ხო, და სკეიტი აქვს. სკეიტბორდი. ხო, სკეიტბორდი. და შეფ. ვაი. მაგი შეფია, ხო? აქ უნდა იყოს შეფი. ხო, შემოვატრიალებ. ანუ ყველა ეს დეტალი არის ნაწილ აწყობილი, ანუ ნახეთ ეთყობა კიდევაც, რომ ცალკეული ნაწილებია და შეერთებული. და ძალიან საინტერესო იყო მოკლედ ამ ყველაფრის აწყობა. უფრო კარგად დააბსრიალა ევე. საინტერესო იყო ამ ყველაფრის ერთად აწყობა და ნახეთ რამდენი დეტალისგან შედგება. ეს ცოტა აწეული. აბა. ძალიან მაგარია. აი ეს შიგნით აი ფოკუსი. ეს კონკრეტული მუსიკალური აპარატი ფილმებში გექნებათ ნანახი, რო იცვლება სიმღერები. მიხვდებით, რასაც გულისხმობ. ეს კიდე რაღაც აზარტული სათამაშო. ეს უკანა მითი არის დამაგრებული და ესე ატრიალებ. და ესეც ნახეთ, სულ პატარ-პატარა დეტალებითაა აწყობილი და ძალიან მომეწონა, დიდი სიამოვნებით ავაწყობდი რამოდენიმეს. აქ არის მაცივარი, ბატონო სიხარულო. ცოტა ვჭამე და ცოტა დავდოვარ. ოკეი, სიხარულო. ესე გამოიყურება. აქ არის სალაროს აპარატი, აი ეს. ძალიან მომეწონა. და აღმოჩნდა რომ შედგება ჯამში, აქ რასაც უყურებთ. ეს გამოგჩა. ეს აქ. ანუ ამ ყველაფერს რასაც უყურებთ, აღმოჩნდა რომ 346 ნაწილისგან შედგება. და ფრიად აღფრთოვანებული დავრჩი. ძალიან მომწონს და ევეკოს მოეწონა ძალიან რაც ყველაზე მთავარია. ესაყოლობა კატუნია ფიშო ძალიან საყოლობა. ბატონო, მოვდივარ, გამოძახებაზე ვარ. ნახეთ როგორი სრიალად ცომი არის ჩვენი ბლინების. ძალიან კარგი ცომი არის სხვათა შორის ამ კონკრეტული რეცეპტით. იმდენჯერა მაქვს განაკეთები და იმდენჯერა მაქვს დადებული რეცეპტი, მე მგონი უკვე სათვალავით ამერია. ნახოთ, თუ არ შემეზარა აღწერაში დაგიდებთ კიდე რეცეპტს დეტალებში. ძალიან კარგი ცომი გამოდის. ესეც ბლინები. მოურჩი გაკეთებას რა რაოდენობა არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, რომ გავაკეთებ სულ ყველას რომ გადავახვევ. მერე გეტყვით. გამოვიდა ესეთი თხელი ძალიან კარგი ბლინები მოკლედ და მოვიმარჯვე აქ. ყველაფერი რაც მჭირდება ისიც გულსართი, ტელეფონის დასადები, ბლინები და მე რაზეც დავდებ ამ ჩვენს ხორციან ბლინებს. და წავედით ახლა გადავახვიოთ. ასე მაცლიან ჩემი შვილები შეუწევ ბლინჩიკებს. მოკლედ მე მგონი ერთი 35 ცალი გავაკეთე ხორციანი. რამდენი შეჭამენ გოგოებმა უკვე ესე შეუწვავი სათვალავი ამერია და ცოტა გავაკეთე ყველიანი, რადგან ხორცი გამიდავდა. ჩემი ტაფა არის საკმაოდ დიდი, ანუ ჩვეულებრივი დიდი ბლინების ტაფა. ამ რაოდენობის ცომით გამოვიდა ჯამში ალბათ გამომივიდა
35, 36, 37, 38, 39, 40, 45 ცალი, ну, კაი, ვთქვათ 40 ცალი გამომივიდა სიტყვაზე, ვთქვათ. მოვაკლოთ და ამერია რამდენ ჭამენ იმათო. პატარა დაფაზე რო გააკეთო, ორმაგი გამოვა, რა თქმა უნდა. ესეც ასე. შევწოვე ხა რამოდენიმე ცალს მივირთმევთ. ხვალ არის ბედობის დღე. მინდა ყოველივე საუკეთესო დაგებედოთ, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაკა, წინსვლა, წარმატება და შევხვდებით მომავალ ვლოგში დროებით. მე რა გებრიელობებია და რა ლამაზებია.